ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აიცერი და დაიცავი ფარგლებში ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი წარმომადგენლებთან ერთად სკოლების მედპერსონალს და ადმინისტრაციას შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერის ხდომათა დარბაზში გაიმართა, სადაც ცენტრის ხელმძღვანელმა ბავშვებში გავრცელებულ სხვადასხვა ინფექციებზე და ვირუსებზე, მათ პრევენციულ ღონისძიებებზე, იმუნიზაციაზე, მის მნიშვნელობასა და საჭიროებებზე ისაუბრა. მაკა მამარდაშვილმა ასევე აღნიშნა თუ როგორ იცავს ვაქცინაცია სიცოცხლეს, ამცირებს დაავადებების გავრცელებას და უზრუნველყოფს ბავშვებში ჯანმრთელობის დაცვას. ევროპის იმუნიზაციის კვირეული ემსახურება მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლებას იმუნიზაციის შესახებ. სწორედ ასეთი ტიპის შეხვედრა მოვაწყვეთ, რომელსაც იყვნენ მოწვეული ზოგადად საკანონმდებლო დაწესებულებების ადმინისტრაცია, სამედიცინო პერსონალი, ვისაუბრეთ იმუნიზაციის შესახებ, მართვადი დაავადებების შესახებ, მათი გართულებების შესახებ და ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს ზოგადად საკანონმდებლო დაწესებულებების მონიტორინგ სანიტარული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ და შევაჯამეთ შედეგები, მივაწოდეთ ინფორმაცია რეკომენდაციების შესახებ, რა იყო, როგორ უნდა იყოს, რა უნდა იყოს და ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა გამოგვივიდა. საინფორმაციო შეხვედრაზე ასევე განიხილეს და შეაჯამეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების მონიტორინგის შედეგად მიღებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. შეხვედრა ეხებოდა სკოლებში როგორ უნდა შევქმნათ ბავშვებს უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემო. ჩვენ ბოლნისის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ ორჯერადად ჩავატარეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სკოლების შემოწმება მონიტორინგი. გამოიკვეთა, რომ რაღაცა დარღვევები იყო, რაღაცები პოზიტიური შედეგებიც გამოიკვეთა და შეხვედრა ემსახურება ყველანაირი უარყოფითი შედეგით აღმოფხრას, ჩვენთვის ასურველი შედეგის მიღებას, რომ ბავშვებს ნამდვილად ჰქონდეთ სკოლებში ჯანსაღი და ჯანმრთელი გარემო. გარდა კოვიდის პერიოდისა, ჩვენ ვამოწმებდით სულ სანიტარულ ჰიგიენურ მდგომარეობას. მეტ ნაკლებად, რა თქმა უნდა, როგორ ვიტყვი რომ არა, რა თქმა უნდა, სწორდება ეს სანიტარული განსაკუთრებით ანტისანიტარია თუ ქონდა დაუშვათ საპირფარეშოებში და ისა ყველაფერი ეს უკვე თანამედროვე თითქმის გამოსწორდა ისეთ სკოლებში, სადაც აღარ აგვაქვს უკვე პრიმიტიული სანიტარული კვანძები. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით სკოლებში სისტემატიურად ახორციელებს მონიტორინგს, სადაც სპეციალისტები აკვირდებიან სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და მიღებული შედეგის მიხედვით გასცემენ გარკვეულ რეკომენდაციებს.